1613 წლამდე კავკასიაში ერთ-ერთი მდიდარი ხალხით მოშენებული და გავლენიანი კახეთის სამეფო სამწლიანი შაჰ-აბასისეული შემოსევების შედეგად უკვე 1616 წელს გაპარტახებული და მოსახლეობისგან იყო დაცლილი. ყველა ქალაქი დანგრეული, ეკლესიები გაძარცული, ბაღვენახები ან აჩეხილი ან გადამწვარი. იმ დროინდელ მსოფლიოში პირველი სავაჭრო პროდუქტის აბრეშუმის მწარმოებელი უმდიდრესი კახეთი მოსახლეობისგან დაცალეს და მიწასთან გაასწორეს ყიზილბაშებმა. მემატიანე გადმოგცემს ეჰა ჩემდა ესე ვითარი რისხვა ღვთისა მოიწია ცოდვათა ჩვენთათვის კახეთსაზე და რომელ არა ყოფილა არს განსაცდელი ეგე ვითარი აღიხოცნა პირითა მახვილისათა ყოველნი ქვეყანანი მთისანი ერწო თიანეთი ნაპირი არაგვისა ზემოდგან ავჭალამდე მარტყოფი უჯარმა საგარეჯო და არავინ გადარჩა ხელთაგან მათთა თვინიერ მცირე კაცისა კახეთმა მაშინ მოსახლეობის 2/3 დაკარგა 100,000 მტერს შეაკვდა, 100,000 ტყვედ წაიყვანეს ირანში. დანარჩენებმა მაღალ მთებს და იმერეთ შეაფარეს თავი. კახეთი ქართველებისგან თითქმის დაიცალა. იმის უკეთ წარმოსადგენად თუ როგორ მოექცა შაჰ-აბასი კახეთს გარეჯის მონასტრის მაგალითიც კმარა. აქ რიტონიობის ლოცვისას 600 ბერი ამოჟრიჭეს ყიზილბაშებმა, რომელთა ძვლებით 5 წლის შემდეგ შეაგროვებინა არჩილ მეფემ და ეკლესიაში დაასვენა წამებულ ბერთა ნაწილები. შაჰ-აბასმა კახეთი ორად გაყო. მისი დასავლეთ ნახევარი ქართლში დასმულ ბაგრატ-ხანს შეაბარა, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილი განჯის ბეგლარბეგ ფეიქარ-ხან ყაჯარს, რომელსაც შაჰისგან დაევალა დაცარელებულ კახეთში ყიზილბაშ თურქმანული ტომების ჩასახლება. ფეიქარ-ხანმა თავის რეზიდენციად ძნელად მისადგომი ხორნაბუჯის ციხე აქცია. მაშინ მდიდარი კახეთის მთავარი სიმდიდრე მისი მიწათმოქმედების მაღალი კულტურის მქონე გლეხობა იყო. იმ დროის კახეთში მევენახეობა, მემარცვლეობა, მებაღეობა ყვაოდა, მაგრამ მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის გამო ყველა გლეხი აწარმოებდა აბრეშუმს. ირანის შაჰი აბას პირველი კი თვითონ იყო ირანში აბრეშუმით ვაჭრობის მონოპოლისტი და კახეთის განადგურებით მან ერთ-ერთი აბრეშუმის მწარმოებელი სამეფო ჩამოიცილა როგორც კონკურენტი. კახეთის აბრეშუმს ის ვერ აკონტროლებდა, რადგან კახური აბრეშუმი უცხოეთში კახეთის მეფეთა ქვეშევრდომ ვაჭრებს გაჰქონდათ მეზობელ შირვანზე გამავალი და აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სავაჭრო საქარავნო გზით. კახეთის მოთხრით შაჰმა მისი მეაბრეშუმე გლეხობა ჩაიგდო ხელში. აბრეშუმის მწარმოებელი მასა, რომელიც ირანში გადაასახლა და თავისი აბრეშუმის მწარმოებელ ძალად აქცია. შაჰ-აბასის უმთავრესი მიზანი კახეთის ქართული მოსახლეობისგან დაცლისა მაინც გეოპოლიტიკური იყო. საერთოდ მისი საქართველოსადმი მიმართული ეს გენოციდური ომი ირანის და ოსმალეთს შორის ომიანობის დიდი ნაწილი იყო, რომელიც მცირეხნიანი დაზავებებით 123 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ეს ხანგრძლივი ომი ერაყსა და კავკასიაზე ბატონობის გამო მიმდინარეობდა ამ ორ იმპერიას შორის და ამიტომაც იყო ქცეული საუკუნოვანი ომიანობის ასპარეზად საქართველოს სამხრეთი, აღმოსავლეთი და შირვანი. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალეთის იმპერია თავისი ძლიერების ზენიტში იდგა. სამ კონტინენტზე გადაჭიმული ოსმალეთი იმ დროს ევროპასაც უტევდა, ირანსაც და კავკასიაში ცდილობდა იმ სავაჭრო საქარავნო მაგისტრალის ხელში ჩაგდებას, რომელიც აღმოსავლეთიდან მოემართებოდა და შირვან დარუბანდის გასასვლელით რუსეთს უკავშირდებოდა, ხოლო რუსეთიდან არხანგელსკის საზღვაო პორტის გავლით ევროპას. ამ აბრეშუმის გზით გადიოდა რუსეთიდან ევროპაში იმ დროს ირანული, შირვანული და კახური აბრეშუმით სხვა სავაჭრო პროდუქციასთან ერთად. კახეთის სავაჭრო ქალაქები, სადაც ძირითადად კახეთის ბაგრატიონი მეფეების ხმა დიდვაჭრები განაგებდნენ ვაჭრობას, პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული ასტრახანთან, რომელიც ამ სავაჭრო საქარავნო გზაზე ერთ-ერთ მთავარ კვანძს წარმოადგენდა. ასტრახანი კი მე-16 საუკუნის ბოლოს უკვე რუსეთის სახელმწიფოში შედიოდა, რომელიც მართალია იმ დროს
ჯერ ისევ არ წარმოადგენდა ოსმალეთივით ან ირანივით ძლიერ სახელმწიფოს, მაგრამ შირვან, დარუბან და ასტრახანის ამ უმდიდრეს სავაჭრო არტერიაზე მის უფლებებს მტკიცედ იცავდა და უძლიერეს ოსმალეთს ამის გამოც უპირისპირდებოდა. ამიტომაც იყო რუსეთი დაინტერესებული ოსმალეთის დაუძინებელ მტერ ირანთან მეგობრობით და ამიტომ იყო ირან-რუსეთს შორის გაცხოველებული დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობა. შაჰ-აბას როგორც ირანული აბრეშუმის მონოპოლისტს ევროპისკენ აბრეშუმის გასატანად ყველა სავაჭრო გზა გადაჭრილი ჰქონდა მტრული ოსმალეთის მიერ და ამიტომ შირვან-რუსეთის საქარავნო მაგისტრალი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამიტომაც ცდილობდა ოსმალეთი ეს სავაჭრო გზაც გადაეკეტა ირანისთვის. რუსეთი კი სარგებლობდა ირანის ასეთი მდგომარეობით და ერთმორწმუნე ქართველ მეფეებთან აქტიური ურთიერთობით თანდათან ერეოდა ამიერკავკასიურ დაპირისპირებაში მესამე მოთამაშედ. ორი იმპერიის დაპირისპირების ეპიცენტრში მოქცეული მდიდარი კახეთი ოსტატურად ლავირებდა ირანსა და ოსმალეთს შორის ომიანობისას და მშვიდობას ხშირად ფულით ყიდულობდა. მაგრამ მისი მთავარი მიზანი რუსეთთან მჭიდრო კავშირი იყო, რადგან აბრეშუმით მდიდარი კახეთი ირანის გვერდისავლით ახერხებდა რუსეთთან ვაჭრობას და მფარველადაც ერთმორწმუნე რუსეთს მიიჩნევდა. შაჰ-აბასის გეგმაში არ შედიოდა ამიერკავკასიაში მესამე მოთამაშის შემოშვება რუსეთის სახით. ქრისტიანული ქართლ-კახეთის შიიტურ სახანოებად გადაქცევით შაჰ-აბასი რუსეთს საბოლოოდ უსპობდა მოკავშირეს აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში და ამავე დროს ირანს მტკიცე პლაცდარმს უქმნიდა კავკასიის ეპიცენტრში ამ რეგიონზე საფუძვლიანად გასაბატონებლად და სამომავლოდ შავ ზღვაზე გასასვლელად. შაჰმა კარგად იცოდა, რომ ქართული სამეფოები, ქართლი და კახეთი არ იყვნენ საიმედოები ოსმალეთთან ომში, რადგან ისინი მუდმივად ლავირებდნენ და ხან ირანის მხარეს იბრძოდნენ ოსმალთა წინააღმდეგ და ხან ოსმალეთის ძალებით ებრძოდნენ ირანს. ამ სამეფოების გაქრობით და აქ შიიტური სახანოების გაჩენით, შაჰი სამუდამოდ გადააქცევდა ქართლ-კახეთის ტერიტორიას ოსმალეთთან ბრძოლის საიმედო პლაცდარმად. ეს გეოპოლიტიკური გეგმა რომ განეხორციელებინა შაჰს, ამისთვის საჭირო იყო პირველი ქართლისა და კახეთის მოსახლეობის მთლიანად დაყრა და მათი ირანის სხვადასხვა პროვინციებში გადასახლება. მეორე, ქართველების ნასახლარზე შიიტური აღმსარებლობის თურქმანული ტომების ჩამოსახლება. მესამე, ეკლესიების და დიდი ტაძარ-კათედრალების მეჩეთებად გადაკეთება და ამით ქრისტიანული ქართლ-კახეთის შიიტურ სახანოებად ქცევა. მეოთხე, ირანში გადასახლებული მაღალი მიწათმოქმედების კულტურის მქონე გლეხობის იმპერიის ისეთ ნაწილებში დამკვიდრება, სადაც მიწათმოქმედება იყო ჩაკლული და მეხუთე და მთავარი. ქართველთა სამხედრო არისტოკრატიის ნაწილის გაჟლეტა, ხოლო დანარჩენების ირანში გადასახლება და მათი გამოყენება იმპერიის სამხედრო ადმინისტრაციულ ასპარეზზე. აი ასეთი გრანდიოზული გეოპოლიტიკური გეგმის განხორციელება შეეჭიდა შაჰ-აბასი და აი ამიტომაც დადგა აღმოსავლეთ საქართველოს ქართველების წინაშე სრული ეროვნული გადაშენების და სახელმწიფოებრივი გაქრობის საფრთხე. კახეთის ბოლო აოხრების შემდეგ 1616 წელს შაჰ-აბასმა ჩრდილო კავკასიელ მმართველებს შეუთვალა, რათა მათ კავკასიონის მთებს თავშეფარებულ კახელებზე ენადირათ. აბასის წერილები მიიღეს კაიტაღის უცმა რუსტემ ხანმა, დერბენდის ხანმა, ტაბასარანის მაისუმმა, ხიზიყუმუხის მმართველმა ალიბეგმა, ტარკის მმართველმა გირეილ, სურხაის შამხალმა და წახურელმა ალი სულთანმა. ამათგან ყველაზე მეტად ლტოლვილი კახელების დატყვევებაში თავი წახურელ ალი სულთანს გამოუჩენია, რომელსაც შაჰ-აბასი წერდა: რადგან გვეუწყა თქვენი ერთგული სამსახურის შესახებ ჩვენი ტახტისადმი, ქება თქვენ რადგან ღირსეულად შეასრულეთ მოვალეობა ერთგულებისა. წახური დაღესტნის ის განაპირა ნაწილი იყო, რომელიც კახეთს ესაზღვრებოდა, ხოლო მისი მმართველი ალი სულთანი, რომელმაც ქართველებს ნადირობით ისახელა თავი, შაჰ-აბასის შემოსევებამდე კახეთის მეფეებს ღმად ნაფიცობდა. თეიმურაზ კახთა მეფე კახეთში შაჰის მეოთხე შემოსევის შემდეგ 1616 წელს ისევ იმერეთში გადაიხვეწა. მეფესთან გაყვნენ ნოდარ ჯორჯაძე და მისი ძმა ზაქარია კათალიკოსი, ქაიხოსრო და თამაზ ჩოლოყაშვილები, ავალიშვილები და დანარჩენი თავადური სახლები, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი და ალავერდელი.
ასევე მოურავი გიორგი ჩერქეზი და სხვა მრავალი. მაშინ იმერეთს კახეთიდან ბევრმა ოჯახმა შეაფარა თავი. კახეთის განადგურებამ და ქართლის მეფის ლუარსაბის დატყვევებამ ოსმალეთს დაანახა შაჰის გეგმები. სულთანმა ირანთან დადებული 1612 წლის ზავი დაარღვია და ამიერკავკასიისთვის ომი განაახლა. იმერეთში გადახვეწილი თეიმურაზ კახთა მეფე 100,000-იან არმიას თავისი მეომრებით შეუერთდა, რომელსაც სულთნის დიდი ვეზირი ხალილ-ფაშა სარდლობდა. 1616 წელს ოსმალებმა ქალაქ ერევანში გამაგრებულ ყიზილბაშებს ალყა შემოარტყეს, მაგრამ ქალაქი ვერ აიღეს. 1617 წელს ოსმალების მხარდამხარ მებრძოლმა ყირიმელმა თათრებმა განჯას და ჯულფას შეუტიეს. 1618 წელს კი ოსმალთა 100,000-იანი არმია სრულ შეტევაზე გადავიდა და ქალაქი თავრიზის დაკავებით შაჰაბას აღმოსავლეთ ამიერკავკასიისკენ გზა გადაუჭრა. თავრიზის დაკავების შემდეგ ოსმალეთის არმია ქალაქ არდებილს მიადგა. სულთნის ბრძანების და გეგმის მიხედვით ოსმალეთის არმიას შაჰაბასის არმიის განადგურების შემდეგ შირვანის ქალაქებიდან უნდა განედევნა ყიზილბაშები, ასევე განედევნა ისინი ქართლ-კახეთიდან და თბილისში მეფედ თეიმურაზ პირველი უნდა დაესვა. შაჰაბასი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და მასთან მისულ ხალილ-ფაშას ელჩს ზავის დადების შემთხვევაში ქრთამიც კი შესთავაზა. ელჩმა ხალილ-ფაშას სახელი ჩახს უპირველესად მძევლად შვილი მოთხოვა სტამბოლში გასაგზავნად და შემდეგ 1590 წლის ზავის პირობების აღდგენა შესთავაზა, რის მიხედვითაც ირანს ქართლ-კახეთიდან და შირვანიდან უნდა გაეყვანა ჯარები. შაჰი ზავის ამ პირობებზე არ დათანხმდა. 1618 წლის 10 სექტემბერს სერაფის ველზე ირანის და ოსმალეთის ჯარებს შორის გენერალური ბრძოლა გაიმართა. ოსმალთა მხრიდან ამ ბრძოლის წინა ხაზზე თეიმურაზ მეფე იდგა თავის კახელთა მხედრობით, ხოლო ირანის ჯარების ავანგარდში შაჰი სევან ქართველთა მხედრობა იბრძოდა. სწორედ მათ შეაკავეს ოსმალების პირველი შეტევა დაუთ ხან უნდილაძის სარდლობით. ამ ბრძოლაში გადამწყვეტი გარტყმა ყორჩიყაი ხანმა მიაყენა ფლანგიდან ოსმალებს ქართლ-კავკასიელ ღოლამთა კავალერიით. ყორჩიყაი ხანი ტომით სომეხი იყო, ბავშვობაში ტყვედ წაყვანილი. ის შაჰის ერთგული ღოლამი გახდა, დაწინაურდა და ჯერ თოფანგში ბაშად თოფხანის ამირად აღზევდა, ხოლო შემდეგ ირანის ჯარების მთავარ სარდლობა ამირს პასალარობა უბოძა შაჰაბასმა. ყარჩიხახანს ქალაქი მეშედი ქონდა ბოძებული შაჰისგან სამართავად. ის მარტყოფის ველზე მოკლა გიორგი სააკაძემ 1625 წლის 25 მარტს. მიუხედავად სამხედრო უპირატესობისა, ოსმალები სერაფის ველზე სასტიკად დამარცხდნენ. თავისივე უნიჭო სარდლობის გამო დამარცხებულმა ხალილ-ფაშამ შაჰაბასთან ზავი დადო. ოსმალეთის სულთანმა ოსმან მეორემ ხალილ-ფაშა პირველი ვეზირობიდან გადააყენა, ხოლო შაჰაბასთან დადებული ზავი 1 წლის შემდეგ დაამტკიცა. დადებული ზავის პირობებით შაჰაბასმა ისევ დაიბრუნა უპირატესობა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში და ისევ გაეხსნა ხელები შეუზღუდავი და განუკითხავი მოქმედებისთვის ქართლ-კახეთში. 1618 წლის ზავის მიხედვით ირანსა და ოსმალეთს შორის ერთ-ერთი სადაო სამცხის ტერიტორია ქალაქი ახალციხით ისევ ოსმალეთის ტერიტორიად ცხადდებოდა. შაჰაბასმა ამჯერად სტრატეგიულად მნიშვნელოვან ახალციხეზე ხელი აიღო და მის სანაცვლოდ ოსმალებისგან დერნესა და დერთენგის სანჯაყები მიიღო ერაყში. სერაფის ველზე დამარცხებამ თეიმურაზ მეფის იმედებიც შაშალა. ის სამცხეში დაბრუნდა, სადაც ჯერ კიდევ ოსმალეთის წინა სულთნისგან აჰმედ მეორესგან ჰქონდა ნაბოძების სარჩოთ დიდი მიწები გონიოში და ახალციხის საფაშოდ ქცეული სამცხის სხვა ადგილებში. მომდევნო 2 წელი თეიმურაზმა გურიის მთავრის მამია გურიელის კარზე გაატარა. მამია გურიელი თეიმურაზ კახთა მეფის სიმამრი იყო. ირანში დატყვევებული ბატონიშვილები ლევან და ალექსანდრე მამია გურიელს შვილიშვილებად ეკუთვნოდნენ. მათი დედა ანა გურიელი თეიმურაზის პირველი მეუღლე, რომელიც ადრე გარდაიცვალა, მამიას ასული იყო და ალბათ ამიტომაც ედგა ასე ერთგულად გურიის მთავარი თეიმურაზ მხარში. ის თავის მხედრობით 1615 წელს შაჰაბასისგან დაპყრობილ კახეთშიც კი გაყვა მეფეს აჯანყების მოსამზადებლად.
1618 წლის ოქტომბერში იმერეთის მეფე გიორგი, მამია გურიელმა და ლევან დადიანმა თეიმურაზ მეფესთან ერთად ელჩი ხარიტონი გაგზავნეს რუსეთის მეფე მიხეილ რომანოვთან. ხარიტონი მოსკოვში 1619 წლის მარტში ჩავიდა. დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები რუსეთის მეფეს მფარველობის ქვეშ მიღებას თხოვდნენ, ხოლო თეიმურაზ მეფე მიხეილ რომანოვისგან დიპლომატიურ მხარდაჭერას ითხოვდა შაჰ-აბასთან. თეიმურაზ მეფემ იცოდა, რომ იმ დროს რუსეთს სამხედრო დახმარების ძალა არ ჰქონდა. ამიტომ მეფე ცდილობდა რუსეთის დიპლომატია გამოეყენებინა შაჰ-აბასთან მოსალაპარაკებლად, რათა ირანის შაჰს ხელი აეღო კახეთის შემდგომ აოხრებაზე და ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა თეიმურაზის დედა, ქეთევან დედოფალი და ბატონიშვილები, ლევანი და ალექსანდრა. გამოიცა გურამ ქართველიშვილის ორი ახალი წიგნი, რომანი კედლები და ისტორიული კრებული რაც იყო. შეძენის მსურველებმა დარეკეთ მოცემულ ნომერზე. რუსეთი იმ დროს ჩაბმული იყო დასავლეთთან ომში, რომელიც უკრაინისთვის და ბელორუსიისთვის მიმდინარეობდა. ამიტომ ევროპისკენ მიმავალი სავაჭრო საქონელი არხანგელსკის საზღვაო პორტიდან გაედინებოდა. აქ იყრიდა თავს საგარეო სავაჭრო ტვირთის 75%. რუსეთს გამუდმებით უწევდა თავდაცვა ყირიმელი თათრების შემოსევებისგან, რომელთა ზურგს უკან ოსმალეთი იდგა. რუსეთი ყირიმის ხანისგან ხშირად მშვიდობას ხარ კითხიდულობდა და ასე აკავებდა მათ თავდასხმებს. 1614 წლის საბუთში, რომელმაც ყირიმის ხანის ელჩის მეჰმედ ფაშას პრეტენზია შემოგვინახა, ვკითხულობთ, თუ რუსეთის ხელმწიფე საჩუქრებს გარდა ყოველწლიურად 10,000 მანეთს არ გადაუხდის ყირიმის ხანს, მე მშვიდობის საქმეს კეთილად ვერ გავარიგებო. ამიტომ წავიყვან 1000 ტყვეს, თითოს 50 მანეთად გავყიდი და 50,000 ამოვიღებო. იმ დროს ყირიმელები 12 ჯერ შეესიენ რუსეთს და 200,000 ადამიანი წაიყვანეს ტყვედ. ასეთ მდგომარეობაში მყოფი რუსეთი კავკასიისთვის ნამდვილად ვერ მოიცლიდა, მაგრამ მას სავაჭრო საქარავნო კავშირის გამო დიპლომატიური ბერკეტები მაინც ჰქონდა ირანთან. საქართველოს საკითხი ჯერ კიდევ 1614 წელს შაჰ-აბასის მიერ კახეთში პირველი შემოსევისთანავე წამოჭრა მოსკოვში დიაკმა ტრეტიაკოვმა, ირანის ელჩ ხოჯა მურთასთან. მან მოსკოვის მეფის სახელით უსაყვედურა ყიზილბაშ ელჩს შაჰის მიერ კახეთის აოხრების გამო და შეახსენო, რომ რუსეთის მეფეებმა თევდორემ და ბორისმა კახეთი მფარველობაში აიყვანეს სამეფო ოჯახიანად და ამით ეს ქრისტიანული სამეფო ოსმალების განიხსნეს. ტრეტიაკოვმა ისიც გაახსენა შაჰის ელჩს, რომ რუსეთმა ამის გამო ციხეც კი ააგო ოსმალების წინააღმდეგ თერგზე და ამ ციხემ ირანსეს დიდი სამსახური გაუწია. მომდევნო 1615 წელს ირანში ჩასულმა რუსეთის ელჩმა შაჰმატოვმა შაჰ-აბასს წარუდგინა რუსეთის მეფის წერილი, სადაც მიხეილ თევდორეს ძე და ბოიარები შაჰისგან, როგორც რუსეთის უგულითადესი მეგობრისგან, კახეთის უვნებლობას და თეიმურაზის ოჯახის წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. იგივე მოთხოვნები წაუყენეს 1616 წელს შაჰ-აბასს ირანში ჩასულმა ელჩებმა ლეონტიევმა და ტიმოფეევმა. 1621 წელს კი მოსკოვში ჩასულ ირანის ელჩ ბულატბეკს კახეთის გამო უფრო კატეგორიული მოთხოვნები დაუდეს წინ რუსეთის მეფის სახელით. შაჰ-აბასი კახეთის გამო მეგობარ რუსეთთან აგორებულ ამ დიპლომატიურ ომში ენერგიულად იცავდა თავისუფლებებს საქართველოზე და რუსეთის მეფეს თავაზიანი უარით პასუხობდა. თეიმურაზი ჩემი და შენი მტერი ოსმალეთის ბანაკშია და სანამ ის ჩემთან არ გამოცხადდება, მანამდე ქეთევან დედოფალს და ბატონიშვილებს ვერ გავათავისუფლებო. მართალია რუსეთი მაშინ თვალს ხუჭავდა თეიმურაზის ოსმალებთან კავშირზე, მაგრამ შაჰი ამ მიზეზს მოხერხებულად იყენებდა დიპლომატიურ ომში. რუსეთის დიპლომატიურ ჩარევას მაშინ უდიდესი მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ თეიმურაზზე განრისხებული შაჰ-აბასი მის დედაზე და შვილებზე ჯავრს ვერ იყრიდა. შაჰ-აბასს ჯერ სჭირდებოდა რუსეთი და მის მოთხოვნას ნაწილობრივ ანგარიშს უწევდა. შაჰ-აბასი სწორედ ამ დროს იბრძოდა სპარსეთის ყურის ხელში ჩასაგდებად და ევროპისკენ საზღვაო გზის გასაჭრელად, რაც მას რუსეთის სავაჭრო გზებზე მიჯაჭვულობისგან გაანთავისუფლებდა. ჯერ კიდევ 1614 წელს, როცა შაჰ-აბასი კახეთს აოხრებდა, ალავერდი ხანის უმცროსმა ვაჟმა დაუდ ხან უნდილაძემ სპარსეთის სრუტის სანაპიროზე გაბრუნი აიღო
სადაც მოგვიანებით დაარსდა საპორტო ქალაქი ბენდერაბასი. გაბრუნის აღებით შაჰმა პლაცდარმი მოიმზადა კუნძულ ჰორმუზზე თავდასასხმელად, რომელზეც პორტუგალიელებს ედგათ ციხესიმაგრე და სპარსეთის ყურიდან ევროპისკენ მიმავალ საზღვაო სავაჭრო გზას აკონტროლებდა. ფარსისტანის ბეგლარბეკ იმამყული ხანს და მის ძმას დაუდ ხანს სხვა ქართველი შაჰისევანებისგან განსხვავებით არც ერთხელ არ ულაშქრიათ საქართველოში შაჰ-აბასის შემოსევებისას. მხოლოდ მათი გვარდიის უფროსი ბიგვერდი ბეგ ქართველი ახლდა კახეთში შაჰ-აბასს ქართველი შაჰისევანების რაზმით. ძმები უნდილაძეები იმ დროს სპარსეთის ყურის დასაკავებლად ებრძოდნენ პორტუგალიელებს, საიდანაც შაჰ-აბასი ცდილობდა სავაჭრო საზღვაო გზის გაჭრას ევროპისკენ, ინგლისელების მიერ 1600 წელს დაარსებული ოსტ-ინდუეთის კომპანიის დახმარებით. უნდილაძეებს ქართველ და ჩერქეზ შაჰისევანთა მრავალათასიანი არმია ჰყავდათ, რომელიც თავისი თვალით ნახა და აღწერა შირაზიდან ისპაჰანისკენ მიმავალმა ინგლისელმა დიპლომატმა თომას ჰერბერტმა 1627 წელს. სწორედ ეს არმია ებრძოდა სპარსეთის ყურისთვის გამართული ამ სასტიკი ომების ავანგარდში. 1619 წლის მარტში იმერეთიდან მოსკოვში წასული ხარიტონი 1621 წლის ოქტომბერში დაბრუნდა საქართველოში და თეიმურაზ მეფეს დიდად დამაიმედებელი ვერაფერი ჩამოუტანა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი მეფე ახლა თვითონ გაემგზავრა ოსმალეთის სულთანთან ხუთასი მხედრის თანხლებით, ხოლო ხორეშან დედოფალი ოლთისში დააბინავა და დაცვად თავადი ნოდარ ჯორჯაძე დაუტოვა. როგორც ჩანს, შაჰ-აბასი ფხიზლად ადევნებდა თვალს აგენტების მეშვეობით თეიმურაზ მეფეს და მისი სტამბოლისკენ დიდი ამალით გამგზავრება არ გამოპარვია. ისიც იცოდა, რომ ხორეშან დედოფალი ქალაქ ოლთისში იდგა. ზამთრისპირი იყო უკვე, როცა შაჰ-აბასმა ერევნის ხან ამირგუნას ოლთისზე ლაშქრობა და ხორეშან დედოფლის მოტაცება უბრძანა. ამირგუნა ხანი თურქმანულ ყიზილბაშურ ტომს ყაჯარს ეკუთვნოდა. ის ერევნის აღების შემდეგ ქალაქის და მთელი ოლქის მმართველად დანიშნა შაჰ-აბასმა. ამირგუნა ხანი გარდაიცვალა 1625 წელს მარაბდის ომში მიღებული ჭრილობის შედეგად. ამირგუნამ რჩეული მეომრები აიყოლია, თოვლიანი მთები გადაიარა და ოლთის მოულოდნელად დაესხა თავს. ამ დროს თავადი ნოდარ ჯორჯაძე დედოფლის დავალებით საქმეზე იყო წასული და ოლთისში არ იმყოფებოდა. დაცვის გარეშე დარჩენილი ხორეშანი ოლთისელებმა დაიცვეს. ციხესიმაგრეში გადამალეს და ამირგუნა ხანს ისე შეუტიეს, რომ ერევნის ხანმა უკან დაიხია. ამ დროს ნოდარ ჯორჯაძეც დაბრუნდა კახელების რაზმთან ერთად. გაბრუნებულ ამირგუნა ხანს გამოედევნა ბევრი მეომარი დაუხოცა და ნადავლით წამოიღო. თეიმურაზი თავისი ამალით სტამბოლში მაშინ ჩავიდა, როცა ოსმალეთი პოლონეთთან ომში დამარცხდა და ზავიდადა. ამას იანიჩართა აჯანყება მოყვა. იანიჩრებმა სულთანი ოსმან მეორე ტახტიდან ჩამოაგდეს, მოკლეს და ტახტზე ისევ გონებასუსტი მუსტაფა აიყვანეს. ეს 1622 წლის 22 მაისს მოხდა. ჯერ ირანთან და შემდეგ პოლონეთთან დამარცხებულ ოსმალეთის იმპერიაში არეულობები დაიწყო. ყველგან იანიჩრები თარეშობდნენ. ანატოლიაში ჯალალიების აჯანყებას ბოლო არ უჩანდა. შავი ზღვის სანაპიროებს კი კაზაკები არბევდნენ. აი ასე დროს სტამბოლში რა თქმა უნდა ქართული საკითხისთვის არავის არ ეცამა. შეხვედრისას გონებასუსტმა მუსტაფა სულთანმა თეიმურაზ თურმე გამაჰმადიანება შესთავაზა. თეიმურაზმა უპასუხა: შიიტური ისლამი არ მივიღებე, რატო გავხდები სუნიტიო? ამის შემდეგ თეიმურაზი სულთნის კარზე აღარ იხმეს, ხოლო ბერებმა გააფრთხილეს, თუ დროზე არ დატოვებს სტამბოლს, ან მოგწამლავენ, ან დაგაპატიმრებენ. თეიმურაზმა სტამბოლი დატოვა და ანატოლიის გზით საქართველოსკენ გამოსცია. ანატოლიაში მაშინ ჯალალიები თარეშობდნენ და მგზავრობა მეტად სახიფათო იყო. სიტყვა ჯალალი განდგომილს, ქვეშევრდომობიდან გასულს ნიშნავს და ამიტომაც მონათლა ისტორიამ ხალხთა მასების ის აჯანყებები ანატოლიაში ჯალალიების მოძრაობად, რომელიც
იმ დროს ოსმალეთის იმპერიას აზანზარებდა. თეიმურაზ მგზავრობისას არაერთხელ მოუწია ჯალალიებთან სისხლის მღვრელი შეტაკება, მაგრამ საქართველომდე ისე მოაღწია, რომ ერთი კაციც არ დაკრებია მის რჩეულთა ამალას. გააგრძელეს საქართველოს ისტორია.